Როგორც შეხვდით გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, აი თითქმის 20-22 წლიანი, ვთქვათ, შემდეგ, თქვენ ისტორიის შემდეგ, თქვენ პარტიული სიმბოლო ნომერი 5 ნომერი დაკარგეთ. ხო, არა, ну დაუკარგეთ იცი როგორ არის, ხა ეს ასე გახლავთ, მაგრამ სინამდვილეში ივანიშვილი საქართველოში ყოველს გვაქვს დაკარგული თავისუფლება, ივანიშვილმა ოფიციალურად გაუხმა საქართველოში დემოკრატია, ხა ვინც იმიტაციაში მიიღებს მონაწილეობას, ის ამით დემოკრატიას ვერ გამოაცოცხლებს, ვერც სპეცოპერაციაში მონაწილეობით ვერ გახდი საქართველოს დემოკრატიულს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ეს ქვეყანა, დავაბრუნოთ პოლიტიკური პროცესი და როდესაც გაიმართება თავისუფალი არჩევნები, რაც მოძრაობა გვპირდებით იქნება 5 ნომერი და ყველაზე მეტი ადამიანი ამომრჩეველი, სწორედ რომ 5 ნომერს შემოხაზავს ამის ღრმად მწამს მე. რაც შეეხება თვითონ ამ პროცედურას პროცედურულად ჩვენ მივმართეთ, მაგრამ გასაგები იყო ისედაც რომ ცესკოს და ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება, მათ შორის პირველ რიგში საარჩევნო უფლება, რაც არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, იყოს გაუქმებული. ამიტომაც გააყალბა მან მასობრივად არჩევნები, ამიტომაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამის გამო გადავიდა სრულ რეპრესიებზე, ამის გამო შეზღუდა საკანონმდებლო დონეზე ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება, დააყადაღა ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები დაამსვლელეს ციხეში და გააკეთა ის ყველაფერი, რაც ვიცით. ამიტომაც ეხა უკვე საარჩევნო ნომრებზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ქვეყანაში არსებობს ერთადერთი საკითხი, აი, როდესაც დემოკრატიული პროცესი მიდის ქვეყანაში, ბევრი საკითხი არსებობს, ხო, იქ საარჩევნო ნომრზე შეგვიძლია ვიდაოთ, საარჩევნო კანონმდებლობაზე შეიძლება ვიდაოთ, მემარჯვენე მემარცხენე შეხედულებებზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში უბრალოდ სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები აღარ გაქვს და ბიზნეს ივანიშვილის დიქტატურა არის ოფიციალურად ამყარებული, ამ დროს ერთადერთი არის, რომ ეს რეჟიმი უნდა იყოს არ უს ეხა დემონტაჟი დაარქვით, დამხობა დაარქვით, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ არასდროს როცა ვამბობთ ხოლმე ამ სიტყვას, ისედაც ხო გასაგებია, რომ ოპოზიცია საქართველოში და საპროტესტო ელექტორატი არის კონსტიტუციური და ზოგადად პროდასალურად არის ჯერ ესეთი გაწყობილი, რა თქმა უნდა, ამიტომაც ამის დაკონკრეტებაც აღარ არის ხოლმე საჭირო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად დაემხოს, აუცილებლად მოხდეს დემონტაჟი ამ სისტემის, იმიტომ რომ ეს სისტემა არის უსამართლო და დიქტატურული. ძალიან მარტო მაგალითს მოვიყვანა. ბიზნეს ივანიშვილი ეხა ბიუჯეტზე როცა არის ხოლმე, ხო, საუბარი, მაგალითად, იმის გამო მიიღო ოფშორების კანონი ადამიანმა, აი ამ ქვეყანაში რომელ სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებაზე უნდა იყოს საუბარი, ოფშორების კანონი იმიტომ მიიღო, რომ 250 მილიონი მოეპარა საქართველოს მოსახლეობისთვის, ხო? იმიტომ რომ მილიარდზე მეტი ღირებულების ნახატი რომ შემოიტანა სანქციების შიში ამ რუს ოლიგარქს, ამის გამო მიიღო ერთი კონკრეტული კანონი მიაღებინა თავის ბანდას და 250 მილიონი მოყარა. ანუ შპს-ად არის ეს ქცეული ეს ქვეყანა და რომელ საარჩევნო ნომერზეა საუბარი და რომელ საარჩევნო პროცესზე და რომელ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, რაღაც იდენტობაზე ამხრივ რომ აი რაღაც საარჩევნო და თუნდაც ახლა რომ დაუდგეთ და ხიდებზე რომ დაუდგეთ და გასაგები ახლა ლაგუნოვერეც ხე ჩემზე მეტად არ ამგონია ვინმე თქვიოდეს, იმიტომ რომ ლაგუნოვერეზე ვარ გაზრდილი, ახლა დილასაღამოს იქ ვიყავი და დამლაგებელიდან დაწყებული დირექტორი დამთავრებული, ყველა ჩემთვის ანუ უფროსი მეგობრები იყვნენ და მათ ერთად ვიყავი, გაზრდილი წყალბურთელი ვიყავი და თელი ბავშვობა გავატარე, მაგრამ ახლა ლაგუნოვერეზე რომ გავაკეთო აქცენტი და ბრიფინგი, უბრალოდ არაადეკვატური ხდება. ქვეყანას ვკარგავთ, ანუ ქვეყანა არის დასაბრუნებელი და მე საარჩევნო ნომრებიც დაბრუნდება, ინფრასტრუქტურული პროექტების და ყველაფერი. მათ შორის იმით რომ ჩვენ მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილის არაერთი განცხადება, რომ აი 4 ოქტომბერს რეჟიმი დაემხობა, ხალხი ქუჩაში გამოვა და ასე შემდეგ. აი რას აპირებთ 4 ოქტომბერს? ხო, 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ მივსვენთ ფუფუნებას ივანიშვილს ზუსტად იცოდეს რას და როგორ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს იგივე რომ აუც საფეხბურთო მატჩის ტაქტიკური სქემის შესახებ და რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ უთხრათ, მეტოქე გუნდს, ამიტომაც ამას რა თქმა უნდა ადგილი არ ექნება, თუმცა მაქსიმალური მობილიზაცია, იმიტომ რომ ქვეყანაში ბრძოლა მოსაგები არის დღეს და ხვალ, იმიტომ რომ ყველაფერს ემუქრება საფრთხე დღეს და ხვალ. ეს გრძელვადიანი პროცესი კი აღარ არის, სადაც აი ივანიშვილი ნელ-ნელა ახდენს სისტემის აი ამ უზურპაციას და დიქტატურასთან იზოლაციას ახდენს ნელ-ნელა და სხვადასხვა კუთხით უკვე ჩვენ დასავლურ სამყაროს გამწყდებით. უიზოდ შეგვიჩერდება, სვიფტიდან შეიძლება გავხდიშონ. ყველა პოლიტიკურ პარტიას აკრძალავენ, საარჩევნო პროცესი უბრალოდ აკრძალავენ კლიანად ქვეყანაში იმ პოლიტიკურ პარტიებსაც რომელთაც გონიათ რომ სისტემურობის ეგახება იმათაც აკრძალავენ ზევიდან. ანუ არაფერი არც ერთი სამოქალაქო პოლიტიკური სივრცე არ დარჩება აქტიურობისთვის და მათ შორის გეოპოლიტიკურად როგორც ეხა სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერდა და ევროპული ინტეგრაცია შეგვიჩერდა და მათ შორის რეგიონში მიმდინარე მართლაგრძელვადიანი მშვიდობის პროცესისგან ვართ გარიყულები და იზოლირებულები, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ხდება და ვაშინგტონში ხდება. აი ყველაფრის განვიქნებით იზოლირებული მოწყვეტილები და მართლა შპს ივანიშვილის რა ვიცი სახელმწიფოს ვერ დარქვი ქვეყანად ვიქცევით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხა რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი არის უნიშნულოვანესი თარიღი 4 ოქტომბერს ვინც ამას ხვდებით ვინც ვაანალიზებთ რომ გზელვადიანი კი არ არის ეს ბრძოლა დღეს გვაქვს მოსაგები ყველა ვიკრიბებით და დიახაც უნდა მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი იმიტომ რომ ეს სისტემა უბრალოდ იმდენად გამყარდება ეხა არის ყველაზე მეტად არამყარი ეხა მიდის გადალაგების პროცესი ეხა ჯერ ქართული ხალხი და ქართული საზოგადოება მედია სივრცე და ყველაფერი უნდა გაამზადონ იმისთვის რომ დიქტატურას აი ამ ახალ მოდელს ქართული სახელმწიფოს იმიტომ რომ მანამდე ცოცხალი ავტორიტარიზმი
ხაზს მიყვა, ანუ დიქტატურას უნდა შევეგუოთ, ერთი ეს არის და მეორე რომ თვითონ დაალაგდნენ სისტემურად, იმიტომ რომ სისტემიდან გაუშვეს უმნიშვნელოვანესი კადრები, რომელიც ერთი აი ბოლომდე ამ დიქტატურას არ ემხრობოდნენ და მეორე კლანურ ბრძოლებში იყვნენ სხვა მხარეზე. ერთ კლანზე არიან ჩამოკიდებულები, ერთმანეთს წინააღმდეგ ჩვენებებს წერენ, ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ, ერთმანეთს არ ვიცი დაძდევენ ქუჩებში და არ ვიცი ფიზიკურ შევარდნას აყენებენ და არ ვიცი სოციალურ ქსელში ქვეყნდება ყოველდღე რაღაც საოცარი ცნობები თუ როგორ არიან ერთმანეთზე გადაგიდებულები და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ რაღაც ფსევდოპოლიტიკური პროცესები შეგვიძლია. ქუჩაში უნდა მოვახდეთ ამ სისტემის დემონტაჟი. ცდილობს ივანიშვილის პარტია დათმობებზე წასვლა, ჩვენ ნახეთ გაათავისუფლეს ნარკოდანაშაულის ბრალდები დაკავებული გიორგი ახობაძე, ასევე გადაუკვალიფიცირდა მუხლის აბას ხვიტარიძეს, ის კოალიციას ცვლილებებს წარმოადგენს, ასევე მოლოდინია გარკვეულ შემთხვევაში რომ შესაძლოა კონკრეტული ადამიანები, აქტივისტები გამოუშვან საპატიმროდან. აი ეს გადაწყვეტილებები რამეზე მიანიშნებს? სისტემურ ცვლილებაზე არ მიანიშნებს, შეიძლება აი ყველაზე დიქტატურულ სახელმწიფოშიც კი გარკვეული პოლიტიკური პატიმარი იქნას გათავისუფლებული ხარ. მაგალითად ბელორუსში, არ ვიცი ხა ლუკაშენკოს ბელორუსში ვინმეს არ აქვს ალბათ იმის ილუზია რომ ლუკაშენკო აპირებს სხვა ტიპის სახელმწიფოს შექმნას და აღარ იქნება ერთკაციანი დიქტატურა და იქაც გათავისუფლდნენ პოლიტიკური ტყვეები. ხო ის რომ ეხა სისტემა ყველაზე დიქტატურულიც კი ხანდახან გამოუშვებს პოლიტიკურ ტყვეს ან ზოგს უფრო მსუბუქად მოექცევა, ზოგს უფრო მძიმედ მოექცევა. ეს ზოგადად ანატომია ყველა დიქტატურული პროცესი. ამით არ უნდა დავუმშვიდოთ თავი. გვეყო ეს თავის დამშვიდება უნდა თუ ჩვენ ეხა ეს როგორ რაღაცა იცით? სანამ ადამიანი ვერ მიხვდება რომ ნარკო დამოკიდებულია, მაგალითად ახლა ნარკოდანაშაულის მაგალითი მომიყვანეთ. მანამდე ხო ვერ დაამარცხებს ამ ნარკომანიას და ჩვენ თუ ვერ გავითავისეთ რომ საქართველოში არის დიქტატურა დამყარებული და ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება არის ეფემერული და ყოველ ცისმარე დღე შეიძლება ჩვენ დაგვიჭირონ, არ ვიცი, დაგვაყადაღონ, გვცემონ, გაგვლახონ, მოკლან, ანუ სანამ ამას ვერ გავითავისებთ და მანამდე რაღაცა ტყვეობაში არ უქნებით იმ ილუზიას, რომ აი კი, მაგრამ აი ივანიშვილს იქნება ამის შეეშინდეს, იქნება იმის შეეშინდეს, არაფრის. ანუ ამ კაცს უნდა ერთკაციანი დიქტატურა რითვერ გაიგეთ ხალხო, მეტი რა უნდა მოხდეს და ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიყვანო, ბევრს გამორჩა 7 აგვისტოს, ძალიან სიმბოლური დღეს, 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ბარბაროსული აგრესია დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, აი ამ დღეს სპეციალურად ადამიანი, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაშიც კი უპრეცედენტოდ მართლაც რომ ისტორიულად აი ამ სამმარცხინო და მოღალატეობრივი განაჩენის ავტორი გახლავთ მიხეილ ჯინჯოლია იქ და დაწინაურებული და უზენაესას 7 აგვისტოს სპეციალურად ხნეს ეს რატომ? იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეს არის ნამდვილად თუ რამე ინსტრუქციები არსებობს, რაც ივანიშვილმა უეჭველი უნდა შეასრულოს. ეს არის ჯინჯოლიამ შეუკრიბა სასჯელი 12 უკანონო კვეთის ბრალდები და ჯამში სააკაშვილს განუსაზღვრა 12 წლითა და 12.5 წლით ხო პატიმრობა განუსაზღვრა. ანუ რატო ვამბობ ამ ყველაფერს, რომ კაცი რომელიც მიხეილ სააკაშვილი დღემდე ეხლა ზოგი რომ რაღაც კაც პატიმრობაში ედავება ხოლმე, ხო? ჯერ სამართლებრივ სახელმწიფო ვინ შექმნა, ევროპის გზაზე ვინ დაგვაყენა, ვინ შექმნა შეუმდგარი ინსტიტუციებისგან ინსტიტუციები და ევროპის გზაზე დადგომის გამო, ვარდების რევოლუციის გამო, მაგრამ პირველ რიგში სწორედ რომ 7 აგვისტოს წინააღმდეგობა რო გაუწია და დასავლეთის ჩვენი პარტნიორების მათ შორის რეკომენდაციას რო არ დაყვა და რო არ გაიქცა ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყნის თავისუფლება რო დაიწყო, აი ამის გამო ქონდათ რუსებს პირველ რიგში თუ ვინმეზე ქონდათ სწორება ქონდათ სააკაშვილზე და 7 აგვისტოს ივანიშვილმა გაუსწორა კრემლში თავის უფროსებს და მიხეილ ჯინჯოლია კაცი რომელმაც მოღალატეობრივ მართლა განაჩენი გამოიტანა და მართლა უნდა შეერწყმულიყო ამ ადამიანს, იმიტომ რომ თუ საჯარო მოხელი ხარ, საჯარო მოხელეობას და საჯარო ინსტიტუციებს ფასი, სწორედ რომ სააკაშვილმა შეძინა ამ ქვეყანაში, განუსაზღვრა 12.5 წლით პატიმრობა. ამიტომ ამ ქვეყანაში სადაც ერთი კაცის ხოშზე და რუსეთისგან მიღებული ინსტრუქციებზე ყველაფერი დამოკიდებული, არ იქნება არც სამართალი, არც მშვიდობა, არც თავისუფლება, არც სამოქალაქო უფლებები, არც პოლიტიკური უფლებები. რა კი გაახსენეთ ირაკლის 7 აგვისტო გვერდსვერაულით ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს მუხადუკვერდის მათას სასაფლაოსთან, რომელიც მათ გააკეთეს, ეს ეხება აგვისტოს ომს, პრინციპში ახალი მათ არაფერი არ თქვეს, თუმცა უფრო დამძიმდა მათ რიტორიკა, შემოიტანეს ამ მათ ფრაზებში deep state, რომ თითქოს ეს ომი წარიმართა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ბრალეულობი და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ეს განცხადებები რომ შევაფოსოთ, ასევე რა კი გაახსენეთ მიხეილ სააკაშვილი ველოდებით წულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისიის დასკვნა სექტემბრის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილს ბრალი უფრო დაუმძიმდება თუ არა თქვენი მოლოდინით. რა თქმა უნდა, ყველაფერს იზამენ ეს ადამიანები სამუდამო პატიმრობისთვისაც გაიმეტებენ და უარესისთვისაც მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ არა მხოლოდ პოლიტიკური მეტოქი გახლავთ, ორი თვალსაზრისით, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ბიზნესთვის, ორივე მხრივ არის მთავარი პრობლემა, ხო? ერთი ეს არის კრემლისთვის მთავარი პრობლემა იყო ანტიპუტინისტური მოძრაობის ლიდერი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში და ზოგადად მთელი რეგიონის და კონტინენტის მასშტაბით და მეორე ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი გახლავთ მთავარი მეტოქი ივანიშვილისთვის, რომელზეც პირადი შურისძიების ასე ვთქვათ მოტივი ამოძრავებს ივანიშვილს და როგორ ექცევა ხოლმე პირადი შურისძიების
რუსების დროს ადამიანებს კარგად ხედავთ, ხო? იყენებს ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუციებს, იტაცებს ამ ადამიანებს, ცემს და არ ვიცი, მათ შორის მოსაკლავადაც იმეტებს, ხო? ეხლა რას ვამბობ მე, რომ რას შეიძლება ველოდოთ? რა თქმა უნდა ველოდოთ იმას, რომ მთავარი რუსული ინსტრუქცია რაც იყო, რომ უმაღლესი მთავარსარდალი დასჯილიყო უკანონო ქმედებისთვის აგვისტოს ომის დროს, აი ეს ინსტრუქცია იქნება შესრულებული დიდი ალბათობით, ხო? თუ ამ კომისიის, ხვალატის კომისიის დასკვნა იქნება სააკაშვილის გამამტყუნებელი და სასამართლოს მიმართავენ, ან პროკურატურას მიმართავენ, რომ ეს საქმე იქნას აღძრული და ეს რატო არის რუსებისთვის მნიშვნელოვანი, აქვე ამას ხაზს გაუსვამ. აი ვიღაცებს აბოლებენ ხოცები, მაგრამ 21 საუკუნე შეუძლიათ ამ ხალხს დაგუგულონ, ხო? აი სააკაშვილი სხვაგან არის, ქართული სამხედროების სხვაგან არის და კიდევ ქართული სახელმწიფო სხვაგან არის. ესეთი რამე საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. ანუ კობახიძემ ელემენტარულ დონეზე ხო მაინც იცის საერთაშორისო სამართალი. კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს არ წარმოადგენდა ხელისუფლებას, ის არალეგიტიმური მთავრობის. არა, რა თქმა უნდა, ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ რომ საერთაშორისო აბსოლუტურად ანუ ლეგიტიმური იყო, ეხლა როგორც ესენი არიან არალეგიტიმურები და ევროკავშირი და ევროპარლამენტი რო არ აღიარებს, ეგრე კი არა, ყველა აღიარებდა აბსოლუტურად, ყველა აბსოლუტურად, ოღონდ ცივილიზებული სამყარო და არაცივილიზებული სამყარო კი არა, თელი სოფლიო აღიარებდა, საქართველოშიც აღიარებდნენ და იყო აღიარებული ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმობაში ეჭვი არავის არ შექონდა და ჯერ ესეთი ეგეც არის სისულელე, იმიტომ რომ ეხლა მოდი პირდაპირ რომ მაშინ ეხლა ესე იგი პუტინის აგრესია რა ხან პუტინი არის დიქტატორი, ესე იგი პუტინის ქმედებების ხვანაირად განეხილება დასავლეთში და რუსების ქმედებების ხვანაირად განეხილება, ან მილოშევიჩი ეხლა ყველაზე ცნობილი მაგალითად რაც არის კოსოვო, რატო დაკარგა სერბებმა, მაგრამ მილოშევიჩი ეხლა დემოკრატი მართველი იყო, ლეგიტიმური იყო, ხალხს არ ხოცავდა, არ იჭერდა, დიქტატორი არ იყო, ვინმეზე ნაკლები სისხლიანი დიქტატორი იყო? ანუ რატო არ მოხდა მაშინ დიფერენციაცია? არ არსებობს მე საერთაშორისო სამართალში ეგეცნება, როცა ყავს ხელისუფალი, მისი ქმედებები, მისი სამხედროების ქმედებები ასახული არის შენ სამართლებრივ მდგომარეობაზე. ანუ მარტივად რო გითხრათ, ანუ თუ ეთნოწმენდას ატარებს, ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებში არის ეჭვმიტანილი კონკრეტული შენი ხელისუფალი, ესე იგი შენც ხარ ეჭვმიტანილი. და მაშინ, როდესაც ჰააგამაც გაგვამართლა, სტრასბურგმაც გაგვამართლა, როდესაც ქართულმა დიპლომატიამ გაიმარჯვა, არაღიარების პოლიტიკით გაიმარჯვა, ყველაფერი, ანუ რაც მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით. გამარჯვეთ თქვენ წინააღმდეგ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც მაშინ თქვენ მხარი დაუჭირეთ. ძალიან მარტივად ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო ქართულ მხარეს გამარჯვება. ეხლა ესეთ სისულელეს რო იძახიან, მართლა ამაზე პირში წყალი არ უნდა ჩავიგობოთ. ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომლის დროსაც რუსების დელეგაციამ დატოვა დარბაზი ხმაურით და აღშფოთებულმა. ანუ წარმოიდგინეთ რუსებს ისე თურმე ძალიან გაცეცხნენ და გაბრაზდნენ მათთვის ხელსაყრელ რეზოლუციაზე და ანტიქართულ რეზოლუციაზე რუსები. ეხლა ამ სისულელეს ვისაჯერებიდან თან ამ რეზოლუციაში რა წერია? მე მინდა ხალხს აუხსნა, ხო? ვინც არ იცის. ამ რეზოლუციაში ქართული დიპლომატიის გამარჯვება რატო იყო? ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ არ უნდა მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის აღიარების დაკანონება საერთაშორისო დონეზე. ევროსაბჭოს უნდა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ან ნეიტრალური იქნებოდა ამ საკითხის მიმართ, ან იქნებოდა პირიქით ხარდამჭერი. მეორე იყო, რომ რუსეთი ოკუპანტად აღიარებულიყო და ეთნოწმენდაში დადებოდა რუსეთს ბრალი. და რა თქმა უნდა, აი ეს თავარი მიზნები რაც იყო, ყველაფერი აღსრულდა. უბრალოდ ის პუნქტი, რომელზედაც გამოკიდებულები არიან და იტყუებიან, სხვა რაღაც წერია იმ პუნქტში, ესკალაცია გადავიდა სხვა ეტაპზე. რა ეტაპზე გადავიდა ესკალაცია, როცა ქართულმა მხარემ გასცა პასუხი, დიახაც, რა თქმა უნდა, უფრო მწვავე ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური გახდა. აბა ერთი კაცი რო გესროს და ერთი ქვეყანა რო არის შემოსული თავის ტანკებით, მანამდე რა თქმა უნდა, ესეთ მასშტაბური დაპირისპირება ფიზიკურად ვერ იქნება. იქ იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყნის ტერიტორიაზე ტანკები როგორც მაკეინი ძახდა, დაფრინავდნენ და უცბად გაჩნდნენ იმის მერე, რაც ჩვენს პასუხი გავუეცით რუსულ არმიას. უბრალოდ რუსული არმია როცა შემოიჭრა, დიახაც პასუხი გავუეცით და ვაკეში, ვერაზე და მუხიანში კი არ არის საქართველოს მოქალაქე მარტო დასაცავი. თამარაშენშიც არის და ერეთშიც არის და თუ იძახიან რომ კოლაბორანტები არიან ოფიციალურ დონეზე თქვა რომ კოლაბორანტები არიან და გარკვეულ სოფლებში და ქალაქებში სადაც რუსებს სურთ თუმე იქ უნდა დაბომბონ და იქ უნდა მოკლან და ეთოწმენდები ატარონ და ჩვენ ქართულმა მხარემ თუმე პასუხი არ უნდა გავუცეთ და თავი არ უნდა დავუწოთ. ეს არის ასევე მთავარი ერთ-ერთი კრემლის ინსტრუქცია რომ ჩვენ უარი ვთქვათ თავდაცვაზე. დიდი მადლობა ირაკლი